ეს წერტილოვანი დარტყმები ეგრეთ წოდებულ ქართულ კლანზე, ანუ იმ ხალხზე, რომელიც აი ამ ღარიბაშვილი, ლილუაშვილის ჯგუფთან არის დაკავშირებული, ერთის მხრივ არის ჩვეულებრივი შიდა კლანური ანგარიშსწორება ქართულ ოცნებაში. რა თქმა უნდა, ქარსელაძე არის კორუფციონერი. ქარსელაძე ძალიან ბევრი ფულს იპარავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ქარსელაძე მარტო ის კი არ არის, რა ქვია, ღარიბაშვილის კაცი. ქარსელაძე არის ქართული ოცნება. როგორც იპარავს ფულს კახაკალაძე, როგორც იპარავს ფულს კახაკალაძის მოადგილე ხმალაძე. რატო დაიჭირეს ქარსელაძის მოადგილე და რატო არ იჭირენ კალაძის მოადგილე ხმალაძეს მაგალითად, რომელიც პირდაპირ გამომზიურებულ ნოდარ მელაძის შაბათის გამოძიებებში პირდაპირ დადებულ ფაქტებზე არის ლაპარაკი, როგორი კორუფციონერი არის. ამიტომ არც ერთი წუთი არ დავიჯერებთ რეალურ კორუფციასთან ბრძოლას, სანამ ერთი და იგივე მიდგომას არ დაექვემდებარება ღარიბაშვილის კლანის წარმომადგენლების და კობახიძის კლანის წარმომადგენლების. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ოპტიკური ილუზია, რომელთაც საქართველოს საზოგადოებას საღერღელს ურევენ და ცდილობენ, რომ შეაყიდონ ეს ამბავი, როგორც კორუფციასთან ბრძოლა. ქარსელაძის ნაირი არის აბსოლუტურად ყველა მთავრობის წევრი, რომელიც უზის ივანიშვილს კანცელარიაში დღეს. ყველა აბსოლუტურად. მასობრივი ენდემური არის კორუფცია ამ მთავრობაში. ქარსელაძის მაგივრად ვიღაცა სხვა იქნება, რომელიც გააგრძელებს ამ ხაპვას ივანიშვილის სხვა კლანის სასარგებლოდ. ამიტომ აი ამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჯამში მთელი სისტემა არის მომპალი სისტემური და ენდემური კორუფციის აპარატი.